გამარჯობა მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. ახლა მე მინდა კვახის, ანუ გოგრის მურაბის რეცეპტი გასწავლოთ. ციტრუსი, პორტოხალი და ლიმონის ცედრა, დარიჩინი, მიხაკი, ანისის ვარსკვლავი, აუცილებლად მარილი იმისათვის რომ გემოვნებები გაუხსნათ და დაფნის ფოთოლი. რა საუცხოა ეს რა დაფნის ფოთოლი და მარილი ტკბილ გოგრის მურაბაში, მაგრამ სავალდებულო არის. ეს ჩემი რეცეპტი არის, რომელიც წლობით დავხვეწე და აბსოლუტურად ნებისმიერი ხილისგან თუ ბოსტნეულისგან თუ რა ვიცი ასევე ისევა ყველაფერსგან შემიძლია გავაკეთო მურაბა. მოდით ესე გავაკეთოთ. აქ მაქვს კილო 300 გოგრა, რომელსაც მოვახავსებ ქვაფში. დავჭერით, გავასუფთავეთ, გავრეცხეთ. ასევე ვიღებ კილო 300 გოგრაზე 1 კილო შაქარს. Okay. აი სულ ოდნავ წყალი, ამას ესე რამოდენიმე წვეთი რომ ეს ეთქობა სველ ჯამში ჩავდეთ შაქარი. აი ნახეთ, სულ რაღაც აი 100 გრამიც არ არის. Okay. ეხლა მე აქ ვიხმარ დაახლოებით აი ამ პროპორციაზე კილო 300 გოგრაზე ჩვენ გვჭირდება 1 პორტოხლის ცედრა. აქ ცოტა უფრო მეტი არის, იმიტომ რომ სხვა დოზასაც ვაკეთებთ და 1 ლიმონის ცედრა. ეს არც ერთ შემთხვევაში არ ამოიღოთ, იმიტომ რომ კონფიტირდება და უგემრიელესი გემო აქვს. 2 დაფნის ფოთოლი, 2 დარიჩინის ჭხირი, 5 მიხაკის ვარსკვლავი, მიხაკის ლურსმანი და 1-2 ცალი ანისის ვარსკვლავი ესე. ეხლა ჩვენ ამას დავადგავთ და ამას ჭირდება დადუღება ძალიან დაბალ ტემპერატურაზე. მაგის ნაბისად გაჩვენებთ. შეგიძლიათ ვიხმაროთ ნადუხთან, შეგიძლიათ ვიხმაროთ ნედლყველთან, შეგიძლიათ როგორც დესერტად ჩაისთან, ნამცხვართან ისი ამოვნოთ, ყველაფერს სუფდება გოგრის მურაბა. ეს რეცეპტი ჩემგან თქვენ საჩუქრად.